მოგესალმებით. წარმოგიდგენთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და განათლების სახლის ერთობლივ პროექტს თავისუფალი სიტყვა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მიზანია შეგახვედროთ საინტერესო ადამიანებთან, განსაკუთრებით ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს პრაქტიკოს ჟურნალისტებთან ჰქონდეთ ჩვენი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს კომუნიკაცია. როგორც დღეს ირკვევა, პანდემია თითქოს დასასრულს უახლოვდება კიდევაც და ალბათ ფიზიკურადაც გვექნება ესეთი შესაძლებლობები, მაგრამ იქამდე მინდა ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ყველასთვის ცნობილ ნანიკო ხაზარაძეს დიდი მადლობა უთხრა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში წამყვანი ქართველი ტელეწამყვანი გახლავთ, დღეს გვეწვია და გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. დიდი მადლობა ნანიკო. პირიქით თქვენ მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით. მე არაერთხელ მომიწია ყოფილიყავ რესპონდენტის როლში ნანიკოსთან, ამისთვისაც დიდი მადლობა და ეხლა ჩემთვის მართლა საინტერესო არის, როდესაც ჩვენ გვექნება დიალოგი ამავე დროს სტუდენტებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და მე შევეცდები ესეთი კითხვები მოვიფიქრო, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის და შენი გამოცდილებაც ამავე დროს ვფიქრობ, მათ ძალიან დააინტერესებს. მე მახსოვს ეს გარდამავალი პერიოდი, როდესაც საბჭოთა ჟურნალისტიკა მთავრდებოდა და რაღაც ახალი ჟურნალისტიკა იქნებოდა, ამ პერიოდში ჩვენ მოგიწია მოღვაწეობა ქართულ ჟურნალისტიკაში და იცი საინტერესო იქნება ძალიან ეს შენი აი საკმაოდ დიდი გამოცდილების მიხედვით ჟურნალისტური საქმიანობიდან რას გაიხსენებდი, რა იყო საინტერესო, აი ეს ახალი ჟურნალისტიკის დაბადება. დღესაც ძალიან გვიჭირს ჩვენ დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება, ხო? ესე ძალიან საინტერესოა, ვცდილობთ რაღაც დემოკრატიული ცხოვრების წესებით ვიცხოვროთ. აქ ეგრეთ წოდებულ მეოთხე ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აკისრია და ხშირად ვალდებულებებიც აქვს და მე ვფიქრობ, ეს ხშირად პოლარიზაცია, როდესაც ხდება საზოგადოების, რაზეც ძალიან გული გვტკივა ხოლმე, აქაც სამწუხაროდ ხანდახან მედიების დავენ კიდევაც და რა თქმა უნდა ალბათ ჩვენ მომავალ თაობას პირიქით უნდა მოუწოდოთ რომ და ვუსურვოთ რომ ისეთ მედია გარემოში იცხოვრონ რომ მათ მოუწიოთ ისეთ მედია საშუალებებში მუშაობა სადაც თქვათ უფრო მხარდაჭერილი იქნება რეალურად საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის გავრცელება. შენ რაც გაიხსენებდი შენი მოღვაწეობიდან, შენი საქმიანობიდან და რა გამოცდილებას გაუზიარებდი ჩვენს მომავალ ჟურნალისტებს. მე მართლა რომ ვფიქრობ 35 წლიანი სტაჟი მაქვს მუშაობის, რაც ძალიან ბევრია და დავიწყე ზუსტად მაშინ მუშაობა, როდესაც რაღაცა ახალი იქმნებოდა საქართველოში, ეს იყო მეორე არხი, სადაც რეალურად სერგი გვარჯალაძე გამოვიდა და თქვა რომ ეს არის პრეზერვატივი და მე ვარ სერგი გვარჯალაძე. ეს იყო მართლა გარღვევა. მართლა შოკი იყო, რეალურად შოკი იყო და რაღაცა აი ამ გარემოში დავიწყე ურთიერთობა მაყურებელთან. მაშინ ბევრად მარტივი იყო მაყურებლამდე სათქმელის მიტანა, იმიტომ რომ არსებობდა მარტო ერთი ტელევიზია. აი დღესაც რო გადავხედოთ, რამდენი ტელევიზიაა, ხო ტელევიზია რომელს ქვია? საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ ასე შეერჩა. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ჩემ თაობაში და ახალ თაობას უკვე აღარ აინტერესებს არაფერი, მაგრამ ან ტაქსი თუ გააჩერე პირობითად და გინდა რომ მიხვიდე საზოგადოება, ეუბნები რომ ტელევიზიასთან მივიყვანე. ანუ ერთადერთი მაუწყებელი იყო, საიდანაც ჩვენ გზა გქონდა ხიდი მაყურებლამდე. დღეს აი ამდენი წლის შემდეგ ყველას ვისაც ჭკვიანი ტელეფონი გვაქვს, კამერიანი, ყველას ჩვენი ტელევიზია გვაქვს, ხო? ყველას შეგვიძლია ნებისმიერი წერტილიდან ვიყოთ მაუწყებლები, ვიყოთ ჟურნალისტები, გავაკეთოთ მწვავე რეპორტაჟები და ასე შემდეგ. დღეს ბევრად ძნელია დაიმკვიდრო თავი. არა, მარტივია რაღაცა ისეთი გააკეთო და უცებ გამოჩნდე და გახდე პოპულარული, მაგრამ დღეს ძალიან რთულია დაიმკვიდრო თავი და დარჩე ჩვენი მაყურებლისთვის. შენ ამ თვალსაზრისითაც გამორჩეული ხარ, მე ესე ვფიქრობ და აი მართლა საინტერესო იქნება რა შენი გამოცდილება აი ამ თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეკრანზე ხარ სულ და ეს არ არის მარტივი. მით უმეტეს საქართველოში. ხო, აი რატომღაც ისე მოხდა, რომ დილიდან ამაზე ვფიქრობ, რა იყო, რა არის ის, რამაც მე ამდენი წელი გამოჩერა ეკრანზე. არ ვიცი, თან მე სულ მუშაობ ისეთი ფორმატის გადაცემაში, რომელიც თითქოს არ ეხება პოლიტიკას, მაგრამ ის პასუხობს ყოველდღიურობას ჩვენი ქვეყნის. ანუ მე ამდენი წლის განმავლობაში მუდმივად მიწევს იმაზე საუბარი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, გავუძელი კომუნისტებს, ანუ ყველაფერს გავუძელი და დღესაც ტელევიზიაში ვმუშაობ.
ვფიქრობ, რომ არ ვიცი რატომ მოხდა ესე, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი, ხა ჩემ თავს ვერ შევაქებ და ვერც ვაძაგებ. ალბათ ამას მაყურებელი იტყვის, რატომ არ ამდენი ხანი ტელევიზია. მე ვიცი რომ მაყურებელს ძალიან ვუყვარავ. რატომღაც ისინი ამბობენ რომ მე ვარ ძალიან პირდაპირ, მე არასოდეს ჩემს სათქმელს არ ვინახავ ჩემთვის, მე ყველას ვეუბნები იმას, რისი თქმაც მინდა და ალბათ აქ საუბარია ფორმაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფორმის. რა ფორმით ამბობ შენ სათქმელს. მე ვფიქრობ რომ ზომიერებაში არის ყველას დიდი გასაღები, ყველა ჟურნალისტისთვის, ყველა წამყვანისთვის, ალბათ ყველა რესპონდენტისთვის, პოლიტიკოსისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს რომ საჯაროდ თქვას თავის სათქმელი. ზომიერება. ჩაგეჭრები რა, ძალიან საინტერესოდ საუბრობ, მაგრამ ეს სიტყვა ზომიერება. ხო. ეს როგორ გვჭირდება, ხო? როგორ გვჭირდება? წყალივით გვჭირდა. ზომიერება, ეს მე მგონი ხშირად უნდა გავემეოროთ რა. აი, როგორი მნიშვნელოვანია ზომიერება. ეხლა ვიგრძენი შენ საუბარში, რომ ზომიერება შესაძლებელი ამავე დროს იყოს შენი კარიერული წარმატების საფუძველიც, ხო? და რადიკალიზმი რაც უდი სიტყვაა, ხო? აი, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაფიქრებლად ჩვენი მომავალი თაობისთვის. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ზომიერება ალბათ ის, რამაც გამაძლებინა მე ამ წლების განმავლობაში. იმიტომ რომ მე არ მახსენდება, რა თქმა უნდა, არსებობს დღეს ბევრი ტელევიზია, ყველას თავის არედაქციო პოლიტიკა აქვს და რაღაცა თვითცენზურა ყველას გვაქვს. ხო, ყველა ვიცით, სად მუშაობთ, ხომ? იქ არავის ჩვენ არ მიგვითითებს, რომ ეს არ თქვა, ის არ თქვა, ეს არ გააკეთო. ეს რაღაცა ჩვენ გვაქვს თანდაყოლილ. წესით ესე უნდა იყოს, ხო ასეა? კი. და აქაც ზომიერება ალბათ არის გადამწყვეტი. მე არ მახსოვს, რომ არც ერთი ეთერი არ მახსოვს ისეთი, სადაც მე თავი შევიკავე და არ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. თუმცა ამის გამო მე არანაირი პრობლემა არ მქონია არც რესპონდენტთან, რომელსაც ვეუბნები სიმართლეს და არც ჩემ პროდიუსერებთან და ჩემს უფროსებთან, ვიზეც მე ვმუშაობ. და ალბათ აქაც ზომიერება. ეხლა თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ რატომღაც დღეს დავფიქრდი ასე სიღრმისეულად თუ რა არის ჩემი წარმატების ფორმულა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რამაც გამაძლებინა ამდენი წელი ტელევიზომიერება. ნანი ბრეგვაძესთან მქონდა ლაპარაკი ცოტა ხნის წინ, ერთად მოხდით საგრინეროში და იქ საუბარი იყო მე რა გოიმობა, არა გოიმობა და არ ვიცი რა არის ეს გოიმობა. უბრალოდ ესე მარტივად შეგვიძლია ავარტყათ ვიღაცას იარიქი რომ გოიმია და ნანის კითხე, ქაბუტონ ნანი, რა არის მეთქი თქვენთვის გოიმობა თქო და აი არც დაფიქრებულა და ნანიკო აი ზომიერება, ადამიანი ვისაც ზომიერების შეგრძნება აქვს, ის არ არის გოიმია. ანუ აი რამდენ რამეს ნიშნავს ძალიან საინტერესო გარმატება და მას შემდეგ დავფიქრდი და სხვანაირად შევხედე ადამიანებს და გადავახარისხე. ძალიან მომწონს ეს განმარტება. ნანი ბრეგვაძის განმარტება ძალიან მომწონს. ძალიან, აი ამდენ წელია ვფიქრობ. შენი დღევანდელი მიდგომა, საერთოდ მე სულ ვხვდები რა, მე სულ პატარა არა ვარ რა და სულ ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კარიერულ საქმიანობაში, აი ყველაფერში ზომიერების გზნობა და როგორ გვაკლია ქართველებს ეს ზომიერების გზნობა. აი ანამოღებული ხმალი ვართ, ან საერთოდ გავდივართ ბრძოლის ველიდან. ხო, რაღაცა ზომიერად ან მიყვარხარ შუა. აი რატო კაცო, ნურც მომკლავ და ეხა ბოლომდე ხო ნუ გადამყვები რა, მართლა და მართლა. ხო, აი რაღაცა ზომიერად გქონდეს ურთიერთობა, ხო? ეს ხასიათი ალბათ ჩვენი, არ ვიცი, ჩვენ ანუ პალიტრაზე ძალიან ბევრი ფერია და რატომღაც არ შეიძლება მხოლოდ შავი ან თეთრი, ხო? შესაძლებელია ავირჩიოთ ძალიან ბევრი სხვა რამ და საკომუნიკაციოდ აღმოვაჩინოთ სხვა ფორმები ურთიერთობის, რითიც ყველაფერსაც ვიტყვით, ყველაფერსაც მივიღებთ და ვიქნებით ჩვენც მშვიდად. და ალბათ გარემოც დამშვიდდება რაღაცნაირად. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სტერეოტიპული აზროვნება მაინც ეს პოსტსაბჭოთა კვალია, იმიტომ რომ ცალსახად იყო ან შავი, ან თეთრი. და თან იქ უარესი კიდე ისიც იყო, რომ თეთრზე შავს რო გეუბნეოდნენ, ეს შავია, უნდა გაგემეორდა ეს ცოტა ხანს არ იყო. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. მე ხლა აქ ვერ ავიჩემებ, რომ მაინც და მაინც რაღაც ახალი თეორემა მოვიგონე, მაგრამ ეს სტერეოტიპული აზროვნება, რადიკალიზმი, რაღაცა უფრო ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. კი, მაგრამ მე მაინც გონია ჩვენ თითქოს ხო გამოვედით ამ ავტორიტარულ რეჟიმიდან. რეიტინგის დევნაში ჩვენ ბევრ რამეს ვაფუჭებთ. მე ვფიქრობ, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა ყველა გამართლებული არ არის. და მე ვფიქრობ, რომ კაცო რაც მოთხოვნა ის მიწოდება. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს ნუ შევატრიალოთ. ჩვენ უნდა მივაწოდოთ და ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მაყურებელი, ხო? ჩვენ რაღაცა ნარკოტიკივით ვხედავთ მკვლელობაზე, უბედურებაზე, აფეთქებაზე, ომზე. ანუ ჩვენ ერთი დღეც რომ გათენდეს და ჩვენი საინფორმაციო რო იყოს დამშვიდებული, დალაგებული, შეიძლება გადავრთოთ და დავიწყოთ ძებნა რაღაცა უბედურების, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში აი ამაზე შეგვსვეს, ხო? და დოზასაც გვიმატებენ ტელევიზიები, ხო? ჩვენ არ ვართ შეჩერებული რაღაცა პატარა დოზაზე. დღეს უკვე აი ეს იმდენად გაზრდილია
თუ გავითვალისწინებთ ან დღევანდელ მოვლენებს ეს ომი, ამდენი მიცვალებული ბავშვები, ანუ ეს დოზა ისე იზრდება, რომ ჩვენ სიმშვიდე აღარ გვაყოფილებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რადიკალურად უნდა შევცვალოთ სურათი, თუმცა ამას მარტო ერთი ჟურნალისტი, ერთი პროდიუსერი, ერთი ტელევიზია, ერთი უნივერსიტეტი ვერ იზამს. ამაზე რაღაცა უნდა შევთანხმდეთ, რომ მოდი რა ვიცხოვროთ მშვიდად და აი ამ სიმშვიდეში გავაკეთოთ იგივე, რასაც ვაკეთებთ დღეს. ამით ჩვენი ცხოვრების ხარისხით დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად კარგი იქნება და ჩვენი ქვეყანაც უფრო განვითარდება. თუ ჩვენ შევეშვებით აი ამ გზაზე, თუმცა ეს ალბათ ფანტასტიკის სფეროა და ეს ჩემი სურვილია მხოლოდ. და ძალიან კარგი სურვილია. იდეაში სწორედ ჩვენი ამ პროექტის მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ რაღაც აკადემიზმის მიმართულებით საუბრები ტელევიზიაში ყოფილიყო უფრო საინტერესო. ვიდეო რგოლების საშუალებით იქნება ეს და მისვლა მაყურებლამდე უფრო მომავალ თაობაზე ჩვენ სტუდენტებზე ვართ უფრო ორიენტირებული და გვინდა რომ აი მათ ვესაუბროთ აი ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას დისტანციურად, მაგრამ ეს ვრცელდება სოციალურ ქსელებში და ისინი ამას უყურებენ, თავის აზრს გვიზიარებენ და არის ხოლმე ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა გამოსვლა და დიდი მადლობა შენ ნამდვილად, იმიტომ რომ მართლაც ჩემ მოსაზრებებსაც შეიძლება ითქვას რომ გამოხატავ აი ამ თვალსაზრისით რომ ეს ზომიერება ძალიან მომეწონა ის რომ ჩვენ გვიყვარს ასეთი ექსტრემალური საკითხების და ინფორმაციის მიღება და მე ჩემ თავზე ვეტყვი ხა მიწევს ხო ამ კონფლიქტების გაშუქებას სწავლების ვასწავლე და სულ მიწევს ესე იგი არა მხოლოდ მე ყველა უყურებთ ამ უკრაინის აი ამ ამბებს და ესე იგი ეს სისხლი უბედურება უკვე შეიძლება ითქვას ძალიან ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა ადამიანი როგორ ეჩვევა სიკვდილსაც ეჩვევა ადამიანი დილას უკვე ჩაის და ვიღაცა კრუასანით ვიღაცა პურით ხედავთ და ვუყურებთ ეთა დღეს კიდე 40 ბავშვი მოყვა ან ეს გახდა ჩვენი რაღაცა ყოველდღიურობა რაც მე ვფიქრობ ყველა საშიში მდგომარეობა. მე აბსოლუტურად როცა ადამიანი სხვის სიკვდილსაც ეგუება და მისი სიკვდილიც უკვე ძალიან მარტივად წარმოსადგენია, ხო? ხო, ალბათ მოუკვდებით და ეს ყველაზე ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა საზოგადოების, რომ მზად ხარ სიკვდილი რატო? იცოცხლე, იბრძოლე, ხო? მე ვფიქრობ, სწორედ მოწესრიგებული საზოგადოების შექმნა მთავარი ამოცანა ადამიანის და ყველაზე რთული სიკვდილი ადვილია. რა თქმა უნდა. ან სხვისი სიკვდილის ყურება, ეს ყველაზე ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი რთული ფსიქოლოგიური მოვლენაა. ხო, ну, აი ესეთი ვითარება გვაქვს. კარგი, ესე იგი მე შენი აზრი დამაინტერესებდა კიდე, ну, ამ განვითარების განმავლობაში, რაც შენ მოგიწია ტელევიზიებში მუშაობა, რადიოშიც მუშაობ, აი ეს ტექნოლოგიურად რა შეიცვალა და უფრო რას ურჩევდი ჩვენს მომავალ ჟურნალისტებს იმ თვალსაზრისით, აი რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ, თქვათ, ტექნოლოგიურად რაზე გააკეთონ აქცენტები, აი როგორები უნდა იყვნენ, რომ ისინი კარგ ჟურნალისტებად ჩამოყალიბდნენ. პირველ რიგში დღეს ინტერნეტმა, ანუ როგორც ამბობენ, ინტერნეტი შეჭამს ტელევიზიას, მე არ ვფიქრობ ასე. ტელევიზია დღეს კიდევ რჩება ფუფუნების საგნად. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გადახვევის საშუალება გვაქვს და ვთქვათ, რაღაცა ტელევიზიის გადაცემები იჭრება და ეს პატარა ნაწილები იდება ინტერნეტში და ჩვენ აქ უყურებთ, მაინც ინტერნეტი არის გზა ტელევიზიამდე ისევ, ხო? მე მაგალითად ბევრი გადაცემის არსებობა საერთოდ არ ვიცოდი და გავიგე ინტერნეტი და მე მივედი ტელევიზიასთან. ამიტომ ტელევიზია დღეს ისევ რჩება, მე მგონია, რომ ერთადერთ და შეუცვლელ პლატფორმად, საიდანაც ყველაზე მეტად ხდება ტირაჟირება და ამბის მიტანა მოსახლეობამდე, ხო? ყოველ დღეს ჩვენს ქვეყანა, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველგან ასეა. მე ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში დიდხანს რო გაძლო, არ ვიცი, ჯერ ერთი, ну ისევ ზომიერებასთან მივიდა რა ვქნა, რა იმის იქით რატომღაც ვერ გავდივარ. როგორც ჩანს ეს ყველაზე მეტად მაწუხებს, იმიტომ რომ მე ყველაფერს უყურებ, მე ყველა არხს უყურებ, მე ვცდილობ რომ ყველა ინფორმაცია მოვიძიო და შემდეგ საშუალო გამოვიტანო და ამით მივხვდე რა ხდება ვთქვათ მსოფლიოში. მე არ კმაყოფილდები ერთი კონკრეტული ტელევიზიით ან ერთი კონკრეტული რაღაცა ინტერნეტ პლატფორმით. და იქაც ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა ყველა არ მომახსოვრდება. ხო, მომახსოვრდება რამდენიმე ადამიანი, რომელიც მაწვდის ინფორმაცია. ეხლა დავფიქრდეთ, რატომ მომახსოვრდება ერთი და რატო არ მომახსოვრდება 10? აბა რატო? დღეს რამდენი ადამიანი მუშაობს ტელევიზიაში? ყველა სახელი და გვარი ხო არ ვიცით. ვიცით რამდენიმესი, რომელსაც შეიძლება არ ველოდებით და მაგის გამო არ ხდებით ტელევიზორთან, თუმცა თუ კი პულტით ხელში გადავრთ და ის არის ტელევიზორში ვჩერდებით. რატო? რაღაცა სახეა დამკვიდრებული ის უკვე ამ ტელევიზიის ვერ გეტყვი. რატომ და ის გამოირჩევა სხვა დანარჩენებისგან, იმიტომ არის მეტად თამამი. მას შეუძლია ყველაფერზე საუბარი და მას აქვს ზომიერების შეგრძნება, ნახე? ვეღარ ვწდები ზომიერებას. კი, მას შეუძლია
ყველა თემაზე ყველასთან საუბარი და არასოდეს არ გადადის იმ ზღვარს და არასოდეს არ იჭრება თავისი რესპონდენტის კომფორტის ზონაში. შენ რა კაი რჩევები მოგვეცი ახლა ჩვენ რამდენად კარგია არ ვიცი, მაგრამ მომავალ ჟურნალისტებს განსაკუთრებით მე ვფიქრობ თუ როგორები უნდა იყვნენ რომ თავი წარმოიდგინონ როგორც ესეთი სახე ტელევიზიის რომელზე ასე ვთქვათ გადართისას და მათი სახის გამოჩენისას აღარ გადართავს ადამიანი. ხო, აი ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეს და მე ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო მიდგომა არის, რომ ამაზე იფიქრონ უბრალოდ. და კიდევ ერთი რჩევა, მე თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე და ძალიან მაგარი რეჟისორი მყავდა, პედაგოგი, პროფესორი გიზო ჟორდანია, რომელმაც ერთი რამე მასწავლა. ხაზარაძე მითხრა, შენო ყველაზე მაგარი იცი როდის იქნებიო შენი ცხოვრების ეტაპზეო? როდესაც შენ სახლშიც ისე მოიქცევი და ტელევიზიაშიც ერთნაირ ვერ ვაყალიბებ, ეს ფორმულირება ვერ გავუკეთე. ანუ მარტო როგორც იქცევი, ისე რომ მოიქცევი საზოგადოებაში და პირიქით, მაშინ შენ იქნები შემდგარი ადამიანიო. ანუ ტელევიზიაც ეს არის, შენ იქაც ისე უნდა იქცევდე, როგორც იქცევი სახლში და პირიქით, სახლშიც ისე უნდა იქცევდე, როგორც იქ. აი ამას თუ მივახცევთ ჩვენ და არ ვითამაშებთ, რა თქმა უნდა, როლური თამაშები ყოველს გვიწევს სახლში, სხვები ვართ ტელეეკრანთან სხვა, მაგრამ აი ეს მთავარი ღერძი რაც ჩვენ შეერდა რაც არ იცვლება ხო გამოცდილება გვემატება მაგრამ არ ჩვენი ხასიათი იცვლება და არაფერი ჩვენ უბრალოდ რაღაცებთან ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას თუ ჩვენ მივახცევთ რომ ზუსტად იგივენი ვიქნებით რაც სახლში ის ეკრანთან აი მაშინ ვიქნებით ძალიან მაგრები ანუ არ მოგვიწევს ზედმეტად რაღაცით თავის დამკვიდრება თავი უნდა დაიმკვიდრო იმით რაც ხარ ძალიან საინტერესოა ნანიკო, ესე იგი მე ვფიქრობ, რომ ბევრი საინტერესო აი ამ მოკლე, ასე ვთქვათ, გადაცემაში მოვახერხეთ და შენი საშუალებით გადავეცით ჩვენს მოვალეობას და აუცილებლად, ესე იგი, თან შეგვიჯამეს შენი დღევანდელი შეხვედრა, თან გითხარი კიდე ერთი ჩვენი რაც ისევ გიზო ჟორდანიამ მასწავლა, ხაზარაძე და იმახსოვრეო, რომ არ არსებობს მეორე ხარისხოვანი როლი. შესაძლებელია 3 წუთით გამოჩნდეს სცენაზე, მაგრამ იმ 3 წუთმა ჩაყლაპოს მთავარი როლიო. ანუ ნუ ეცდებით რომ ყოველთვის წინა პლანზე იყოთ, ნუ ეცდებით რომ თქვენი ბევრი ლაპარაკით გადაფაროთ ვიღაც სხვა. თქვენ თქვით ერთი სიტყვა, მაგრამ ამ ერთი სიტყვით იყავით უფრო ღირებული, ვინც მთელი დღე ტელევიზორშია და ვისაც შესაძლებელია თაბახნახევარი მონოლოგი აქვს გასაკეთებელი. ანუ ნუ ეცდებით რომ ბევრი ლაპარაკით თავი დაიმკვიდროთ. თქვით ერთი სიტყვა, მაგრამ ღირებული. ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა მაშინ მე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მადლობას გადაგიხდი მოგზაურობისთვის დროისთვის ჩვენს მულტიმედია ცენტრს დიდი მადლობა რომ ამ შესაძლებლობას გვაძლევს რომ ჩვენს სტუდენტებს გაუზიაროთ გამოცდილი ჭკვიანი და ლამაზი ადამიანების შეხედულებები და ამავე დროს დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს დიდ მადლობას მოგიხდით თქვენი დროისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთობლივი პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის და განათლების სახლის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ გქონდეთ საშუალება, კარგია ძალიან რომ შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს და მათგან მოისმინოთ საინტერესო რჩევები, რომელზეც დაფიქრდებით უბრალოდ და თქვენთვის შეიძლება რაღაცები შეიცვალოს ცხოვრებაში. ვიდეოს იხილავთ როგორც განათლების სახლის გვერდზე, ასევე მულტიმედია ცენტრის ვებ-გვერდზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით. ნახოთ.